რეიკი, რომელსაც Nokia ტელეფონი ურეკავდა. ნახოთ, რომელი რეალური ისტორია დგას ამ მისტიური და საშიში ამბის უკან. სანამ მოყოლას დავიწყებთ, არ გამოგრჩეთ ჩემი გამოწერა, რომ ჩემი სხვა საინტერესო ამბებიც არ გამოგრჩეთ და ასევე სურვილის შემთხვევაში გააკეთეთ დონაციები, რათა ჩვენი სამუშაო სივრცე და გარემო კიდევ უფრო მისტიური და საინტერესო გახდეს. ახლა კი მოყოლა დავიწყოთ. საქართველოში ჩატარდა კასტინგი, რომლის შედეგი იყო შერჩეული იყო ერთი ადამიანი გამორჩეული უნარებით და სპეციფიური შესაძლებლობებით. საბოლოოდ ერთი ჯარისკაცი შეირჩა, რომელიც კუმისის მიმდებარედ ერთ-ერთ დღეში გაუშვეს, მას არ მისცეს საკვები, არ მისცეს წყალი, ასევე, რა თქმა უნდა, არ მისცეს ფული და ასევე დატოვეს ყოველდღიური საცხოვრებლის გარეშე. სოციალური ექსპერიმენტის მიზანი ის იყო, რომ გარკვეულიყო თუ რამდენად მოახერხებდა ეს ადამიანი მიკარგულ ადგილზე გადარჩენას. საბოლოოდ ასეთი ადამიანი შეირჩა და ექსპერიმენტიც დაიწყო. რაც ხდებოდა, ყველაფერი ახსნილი არის იმით, რომ ეს ადამიანი სპეციალურად გაწვრთნილი და საკმაოდ ათლეტური პიროვნება იყო. ანუ სიმაღლეებზე გადახტომა, სწრაფი მოძრაობა, საკვების მოძიების სურვილი და ასევე ბევრ სახლში სწრაფად გადაადგილების საშუალება, ეს ყველაფერი ახსნილია მისი გავარჯიშებულობით და სპეციალური შესაძლებლობებით. საბოლოოდ შეგვიძლია დავადგინოთ, რომ არავითარი მისტიური არსება, ეგრეთ წოდებული რეიკი, კუმისში არ არსებობდა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ჩვენს გარშემო მრავალი უცნაური და მისტიური მოვლენა მართლაც ხდება.